გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. ერთმა ახლობელმა მომიყვა მისი მეზობლის დედა ჩამოსულა საზღვარგარეთიდან, რათა ახლა მოემზადეთ. ნანუკა ჟორჟოლიანისთვის ემიგრანტების მიერ შეგროვებული ფული ჩამოეტანა. აი ასეთი რამ რომ მესმის, სასო მეკვეთება. მეგობრებო, ყველაფერს ეშველება. ომის დასრულებას ეშველება, ტერიტორიების დაბრუნებასაც ეშველება. შიმშილსა და ბევრ ავადმყოფობასაც ეშველება, მაგრამ მიამიტობის საშველი არა. ვიცი რა მძიმე სამუშაოს ასრულებენ ჩვენი ემიგრანტები. მძიმე ეს რბილადაა ნათქვამი, დაკონკრეტებას არ დავიწყებ, თქვენს მეგობრებო, ეს მშვენივრად იცით. და ეს ადამიანები აგროვებენ ფულს, ანუ იმ სიმწრით ნაშონ ფულს საკუთარ თავს, თავიანთ ოჯახებს აკლებენ და უგზავნიან ვის? ჟორჟოლიანზე. და რისთვის? ამ კითხვას ემიგრანტები თუ უსვამენ საკუთარ თავს, რა უნდა გააკეთოს ჟორჟოლიანმა მათი სიმწრით ნაშოვნი ფულით? რევოლუცია? ამას ის მაინც ვერ გააკეთებს, რომც უნდოდეს და იმიტომ ვერ გააკეთებს, რომ ჯერ ერთი ნანუკა და მეორეც სიმართლე არაა მის მხარეს და ტყუილით რევოლუცია შიდა ძალებით არავის მოუხდენია. ძალიან მიამეტი ხალხია ის, ვისაც ნანუკას იმედი აქვს. ნანუკას იმედი რომ გექნება ადამიანს, აი რა უნდა მოსთხოვო იმ ადამიანს. არაფერი და მე არც არაფერს ვთხოვ. ამგვარ სიბრიყვეს რომ ვიგებ ვარ ჩუმად. წარმოუდგენელია ვინმე დამიჯეროს რომ უთხრათ თქვენი შემოწირულობა ჰაერში გადაყრილი ფულია. არა, რატომ ჰაერში? ნანუკას კეთილდღეობის გასალამაზებელი ფულია. კარგი ვთქვათ, ნანუკამ აქ მოაწყო რევოლუცია. მე ვამბობ ვთქვათ. დიახ, მესმის რომ ამის წარმოდგენას მხოლოდ ისტორიულ სიცილს იწვევს, მაგრამ იყოს ერთი წამი წარმოვიდგინოთ, რომ ნანუკამ მოაწყო რევოლუცია და იმ ჩვენს ემიგრანტებს როგორ წარმოუდგენიათ რევოლუციის შემდგომი საქართველო. ჯერთი ვაიმ ქვეყანა, სადაც ნანუკასნაირი კადრი რევოლუციას მოაწყობს, რა ხელმოცარული მთავრობა უნდა იყოს ასეთი ნანუკა რომ მოერიოს მას, არა? და მეორეც რევოლუციის შემდეგ ნანუკამ უნდა დააკომპლექტოს მთავრობა. ხომ წარმოგიდგენიათ ნანუკას მიერ დაკომპლექტებული მთავრობა? პირადად მე ვერ წარმოვიდგენია თუ რა კადრებს აიყვანს ნანუკა მინისტრთა კაბინეტში. თვითონ ალბათ პრეზიდენტობის სასიამოვნო და მძიმე ტვირს აიკიდებს თავის განიერ მხრებზე. სოფო ჯაფარიძე რომ არის, აი ეს შავგრემანი, ხრინწიან ხმიანი სტომატოლოგი, მიშას უხრწნელი ბოტასების მუზეუმის მცველი, ალბათ ის იქნება ნანუკას მთავრობაში ჯანდაცვის სისტემას ჩააბარებენ მას. კიდევ წარმოვიდგინე რომ ალბათ გიდეონ ფოფხაძესაც ვიხილავდით ნანუკას გვერდით მრჩევლად უწყვეტი დიეტოლოგიის დარგში. ხო, ალბათ ნანუკას მოსალოდნელი მთავრობის წევრების სრული ჩამოთვლა შორს აგვიყვანს. მე კი ის იმ ჩვენს ემიგრანტებს ვფიქრობ. გასაგებია რომ ემიგრანტები ასე თუ ისე ჯგუფურად ცხოვრობენ, ხოლო ურთიერთ კონტაქტი აქვს და ის რაც შორეულ საქართველოში ხდება, უფრო ხშირად მხოლოდ გადმოცემით იციან. და აი ვინ გადასცემს, ესაა საკითხავი. მახსოვს ჯერ კიდევ მიშას მეფობის დროს ჩემი მოსკოველი მეგობრები, აქედან დიდი ხნის წინ წასულები და იქ კარგად მოწყობილები, საქართველოს ამბებს ისეთ ვარდისფერ ფერებში მიხატავდნენ, რომ არ ცოდნოდა რომელ ქვეყანას გულისხმობდნენ, მეგონებოდა მონაკო ჰქონდათ მხედველობაში, ან ლუქსემბურგი. და რომ ვეკითხებოდი, კი მაგრამ საიდან გაქვს ეს ინფორმაცია? როგორ თუ საიდან? ჩვენ ქართულ არხებს უყურებთ და ეს იმ დროს, როდესაც იმ დროიდან საქართველოში ყველა დიდი ტელევიზია მიშას ხმით რომ ყროყინობდა, ხომ გახსოვთ ეს? დიახ, აი მაშინ იყო თურმე სიტყვის თავისუფლება და პროსპერიტი და ახლა დიქტატურა და სტაგნაცია. როდესაც ერთ ჩემს ახლობელ ემიგრანტს, რომელიც სრულიად ჩვენაირად ფიქრობს, ვეკითხები დღეს ნაცთა მყარებელი ემიგრანტები საიდან კრებენ ინფორმაციას, რომ ივანიშვილი თურმე საქართველოს ღუპავს. ჩემი მეგობარი ემიგრანტი პასუხობს, რომ მათი უმრავლესობა ტევ პირველისა და ფორმულას გარდა არაფერს უყურებენ. აი ეს ის ფენომენია, რომლის ახსნაც უკვე
20 წელიწადია ვცდილობ და უშედეგოდ. რა იოლია ადამიანის გაბითურება, მეგობრებო. მე-19 საუკუნეში იყო ასეთი ცნობილი მისტიფიკატორი ფინეას ბარნუმი, მისი სახელობის მოძრავი ცირკიც არსებობდა, რომელმაც დიდ პოპულარობას მიაღწია. ის ფინეასი ფაქტობრივად შოუ-ბიზნესის მამონტარად ითვლება. თავის ცირკში ის შესანიშნავად ატყუებდა მაყურებელს სხვადასხვა გაყალბებულ ექსპონატს წარუდგენდა ხოლმე. მაგალითად, დიდ კოლბაში ჰქონდა მამონტის სპლიყვი, რაც სინამდვილეში მულაჟი იყო და მეორე ამნაირი რამ. მას ტყუილების მეფეს ეძახდნენ. ბარნუმს ბევრი საინტერესო გამონათქვამები ჰქონდა და ერთ-ერთი მენიშნება. რა კარგია, რომ მიამიტი ადამიანების რაოდენობას არაფერი გამოლევსო. დიახ, მეგობრებო, 150 წელი გავიდა და იგივეს ვიტყვი. რა გამოლევს მიამიტი ადამიანების რაოდენობას, რომლის ხარჯზე სხვადასხვა ბარნუმები და ჟორჟოლიანები ლამას ცხოვრებას იწყობენ. მე კი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადე, რომ ძულს ისინი, ვინც ემიგრანტებს ტვინს ურევს და მათი ძალიან მძიმე შრომით სარგებლობს, რათა თავისი კეთილდღეობა გაილამაზოს და რაც მთავარია, ამას წარმატებით ახერხებს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.